ბოლო ორი დღის, ასე ვთქვათ, ყველაზე აქტუალური პერსონის, ამერიკელი კონგრესმენის ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელის ჯო ვილსონის ერთ-ერთი კიდევ ახალი ტვიტი დაგვეწია. ის ამბობს ასეთ რამეს, რომ როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, მაქვს პატივი მივიწვიო სალომე ზურაბიშვილი დაესწროს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას. მოკლედ სალომე ზურაბიშვილი მიწვეულია ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასასწრებად. ძალიან მიუყოლეს ივანიშვილს, ესე იგი ეს დაბომბეს ფაქტობრივად. მნიშვნელოვანი სიგნალია, ანუ მათ შორის ლეგიტიმაციის არაღიარება, ყოველგვარი ლეგიტიმაციის არაღიარება და ცხადი მინიშნება იმაზე, რომ ეს არის პასუხი მის გადაწყვეტილებაზე, რომ ბოლომდე წავიდეს უზურპაციაზე, ბოლომდე წავიდეს საბოლოო ჯამში რეჟიმის კონსოლიდაციაზე და ეს მისი მხრიდან ეს ნაბიჯია და გარკვეულწილად ასე ჩანს, რომ რუსეთის მხრიდან ასევე არის ეს გადაწყვეტილება, რომ ივანიშვილმა ბოლომდე ცადოს ყოველ შემთხვევაში რთული სიტუაცია ხო დავით, ახლა რომ ვფიქრობთ ხომ ახალი დანიშნული თუ როგორც არის უკვე ვიხსენიებთ ასე დე ფაქტო პრეზიდენტი იქნება ორ დღეში პაველაშვილი, ხო? და შევა სასახლეში სავარაუდოდ ასეთი პერიოდი ჩანს და პრეზიდენტის რანგში წარმოდგენილი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ისე იგი რაღაც უკვე ისეთ მოდელთან გვაქვს საქმე, რომ მხოლოდ საქართველოში არ არის ეს რაღაც აღქმები, ეს უკვე დადასტურებულად არალეგიტიმურობის ფაქტი დადასტურებულად უკვე აი ამ დეციაციებშია. კი, ანუ ერთადერთი, ახლა საბოლოო ჯამში ეს სანქციებმა ივანიშვილი პრაქტიკულად მისი სრული იზოლაცია გამოიწვია დასავლეთისგან. მას ეს უნდა სცოდნოდა და სავარაუდოდ ეს ცხადი გადაწყვეტილება და ცნობიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ის არის სრულად იზოლირებული დასავლეთისგან და მისი ამ სივრცეში დაბრუნება და მათ შორის რაიმე იმ პრივილეგიით სარგებლობა, რომლითაც მანამდე სარგებლობდა, არის წარმოუდგენელი, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ დარჩეს რუსულ სივრცეში, ახლა არის ჯერი ჩვენზე, ჩავყვებით თუ არა მას ამ რუსულ სივრცეში. საბოლოო ჯამში ხო ერთადერთი ის ადამიანები, ვინც ვრჩებით ამ ქვეყანაში, უნდა გამოვეკიდოთ მათ შორის ამ ძველი კონსტიტუციის ლეგიტიმაციის აი ამ ბოლო, ასე ვთქვათ, ინსტიტუტს, რომელიც მოქმედებს ჯერ კიდევ ზურაბიშვილის სახით და უნდა ვცადოთ, რომ მივიდეთ საბოლოო ჯამში რეჟიმის მოშლის გზით ახალ სადამფუძნებლო მომენტამდე, იმიტომ რომ ეს ახალი არჩევნები უნდა იყოს პრაქტიკულად ახალი დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელმაც ხელახლა უნდა დააფუძნოს საქართველოში დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგი. სამწუხაროდ ივანიშვილმა მოშალა სრულად საქართველოში აქამდე არსებული კონსტიტუციური წესრიგი, ეს კონსტიტუციური წესრიგი ახლიდან იქნება დასაფუძნებელი და ჩვენ ვართ ახლა ამ გზაზე. გარედან რა დახმარება შეიძლება, ეს არის ამ პირობებში საბოლოო ჯამში მაქსიმალური რაც შეიძლება გაკეთდეს, სრული იზოლაცია რეჟიმის, მათ შორის დასავლეთში არსებულ ფინანსურ აქტივებთან სრულად წვდომის შეწყვეტა, რაც რა თქმა უნდა გაზრდის ივანიშვილის ზღვრულ ხარჯებს ქვეყნის შიგნით, რომ გამოყვებოს საკუთარი ელიტები, კლიენტები, რეპრესიული აპარატი. თუმცა ჩვენ არ ვიცით მაგალითად როგორ მოიქცევა რუსეთი, ხო? იმიტომ რომ რუსეთს აქვს წვდომა ქეშზე, რომლითაც ის საკუთარ სანქცირებულ კლიენტ დიქტატორებს ინახავს, მაგალითად ლუკაშენკო, ხო? ლუკაშენკო პერიოდულად დადის მოსკოვში სამათხოვროდ რამდენიმე მილიარდის იმისათვის, რომ გადაირჩინოს სანქციებისგან, გამოწვეული კრიზისისგან და სტაგნაციისგან ბელარუსის ეკონომიკა. ჩვენ არ ვიცით, როგორ იქნება საბოლოო ჯამში, რამდენად დაეხმარება ამ შემთხვევაში რუსეთი, მათ შორის ფინანსურადაც, აი ამგვარ იზოლაციაში მოქცეულ ივანიშვილს, მაგრამ მეორე მხრივ, ხო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი ტიპის ესკალაციაზე, როდესაც რეჟიმმა პრაქტიკულად აი ესე კამათელი ააგდო და გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ეს კამათელი გადაისროლა რუსეთის მხარეს და თქვა, რომ იქით რჩება
ჩვენ ჩავყვებით თუ არ ჩავყვებით აქეთ, იმიტომ რომ როგორც ხედავთ რეჟიმის რეაქცია მათ შორის ამ სანქციებზე არის გარკვეული უარყოფა, ანუ ამის ეფექტები, რაზეც თქვენ წეგან საუბრობდით და ამას მოყოლებული ესკალაცია შიგნით, ხო? იმიტომ რომ ის უკან დახევის არავითარ ნიშანს ამ რეჟიმის, ასე ვთქვათ, კონსოლიდაციის და სტაბილიზაციის გზაზე ჯერჯერობით არ აჩვენებს, ხო? აი, რყევის ნიშნები თუმცა სახეზეა. ინსტიტუციური შეიძლება ზედარგოლებში არა, მაგრამ ყველა სახელმწიფო უწყებაში არის ძალიან დიდი უკმაყოფილება, რომელსაც ღიად გამოთქვავენ და რა ვიცი, დაკავებული მაგალითად დედაქალაქის მერი იმით, რომ უშვებს ხალხს სამსახურიდან ასეთ ხალხს, ვინც აქტიურია, ხო? თუმცა ჯერჯერობით დომინოს ეფექტი, ასეთ დროს რეჟიმს შლის დომინოს ეფექტი, როდესაც მას ტოვებენ, მათ შორის მის დასაყრდენები სახელმწიფო აპარატში, რეპრესიულ აპარატში და მისი მხარდამჭერი ელიტები, მათ შორის ეს ეკონომიკური ელიტები, რომლებიც კობახიძესთან იყვნენ და რომლებსაც კობახიძემ სავარაუდოდ რაღაც ივანიშვილის დანაბარები გადასცა და მათ ისინი დაამშვიდა, რომ ის ფინანსური შავი ხვრელი უკრაინის ომისგან გაჩენილი ის სისხლიანი ფული შავი ხვრელი, რომლითაც ბევრი მათგანი ხეირობს, არ დაიკეტება სანქციების შედეგად და ისინი გააგრძელებენ ამ შავი ხვრელიდან სარგებლობას და ისეთივე მდიდრები იქნებიან, როგორებიც არიან, ხო? თუმცა აი ეს ივანიშვილზე დაწესებული სანქციები და მის შედეგები, რომელიც მოვა, რაღაც მნიშვნელოვან წვლილი შეუძლია შეიტანოს ამ აღქმების რღვევაში. ჩვენ არა გვაქვს განსაკუთრებული ილუზიები, რომ თქვათ იმედის მეპატრონე რუხაძემ შეიძლება რაღაცა გულწრფელად თქვას თუ ვიღაცას აუჯანყდეს თუ რაღაცა ოპონირება, მაგრამ ის რაც მან თქვა, ხო, მაინც იყო რაღაცა ტიპის პროტესტი, არა დიდი ივანიშვილის მისამართით შესაძლოა, მაგრამ მისი კაცის კობახიძის მიმართ, ხო? ცხადია, ისინი მაგიტომ დაიბარეს ისინი იმ შეხვედრაზე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მათაც იცოდნენ, რომ მსგავსი გამწვავება ხდება ვითარების, რომ შესაძლოა მათ მდგომარეობას და მათ ფინანსებს შეიძლება საფრთხე დაემუქროს და ხომ ასეთ დროს ისინი პატრონისაგან ელოდებოდნენ რაღაც დამატებით დარწმუნებას. თუმცა აი რწმენების ამბავია რა საბოლოო ჯამში, მათ შორის რამდენად შეძლებს აი ამ სანქციების ფონზე ივანიშვილი აი თავის კლიენტებში, თავის დაქვემდებარებულებში ამ რწმენის შენარჩუნებას, რომ მას ჯერ კიდევ სადავეები უყრია. თქვენ სწორად ახსენეთ, რომ გარკვეული ამ რწმენის რყევის ნიშნები შეინიშნება, თუმცა ეს რწმენა უნდა შეირყეს იმ დონეზე, რომ რეჟიმი ჩამოიშალოს, ხო, საბოლოო ჯამში. ნუ კულმინაცია ჯერ არ არის. ეს არის რაღაცა ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, თუმცა კულმინაცია ჯერ კიდევ წინ არის და ჩვენ არ ვიცით როგორ იმოქმედებს რეჟიმი ამ პროცესში. თუმცა როგორც ხედავთ, მისი მიმართულება ჯერჯერობით არის ესკალაციისკენ, ანუ ისინი შეეცდებიან, რომ მოეჭიდონ საბოლოო ჯამში ბოლომდე უზურპირებულ ძალაუფლებას და სხვადასხვა მეთოდებით შეძლონ და გაუმკლავდნენ, იმიტომ რომ ერთადერთი რამაც ეხა საბოლოო ჯამში გადამწყვეტი მაინც რამაც შეიძლება ეს რწმენები შეარყიოს, იქნება არა გარეიზოლაცია, გარესანქციები და ასე შემდეგ, ეს თავისთავად იქნება. არამედ უწყვეტი წინააღმდეგობა ქვეყნის შიგნით. რაც სახეზეა, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის მოცემულობა, ხო, მას ჭირდება მეტი მასშტაბი, მას ჭირდება გარკვეული განგრძობადობა. ორგანიზება ორგანიზებით რამდენიმდე იქნება ეს შეიძლება უსასრულოთაც, მაგრამ ნახოთ. რა თქმა უნდა, ამან უნდა შეიძლება დღეს ვესაუბრა და აღარ გვაქვს ახლა ამის ჰიდროპოლიტიკური პარტიების შესახებაც, მათ შორის პრობლემების შესახებ, რომ ყოველთვის პოულობენ მომენტს და დროს აიმისოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან პროცესშიც კი რაღაცნაირად აჩვენონ უფრო მეტი განსხვავება ვიდრე საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანობა, რაც არის დღეს საზოგადოებრივი დაკვეთა შესაძლოა, ხო, მაგრამ მოდით ეს გადავდოთ. ხო, რას ვიზამთ, ხო, საბოლოო ჯამში ამ მდგომარეობაში ვართ, ეხლა იქ ზადაგზა უნდა ვაშენოთ ყველაფერი, მათ შორის ახალი ინსტიტუტებიც უნდა შევქმნათ, აი თვითორგანიზებიდან რაღაც ინსტიტუციურ ორგანიზებაზეც
უნდა მოვახერხოთ რაღაცნაირად გზადაგზა გადასვლა, იქნება ეს ძველი პარტიების ფორმით თუ რაღაც ახალი გაჩნდება. ყველაფერი უნდა დაიწმინდოს. ისეთი პროცესი მიდის კრისტალიზაცია პრინციპში გარდაუვალია რაღაცა თვალსაზრისით ასეთი გულანთებული, ასეთი ემოციური და ასეთი მნიშვნელოვანი პროცესის დროს, რომელიც რა თქმა უნდა აუცილებლად ჩვენ სხვა რამის არც განვიხილავთ ალბათ აქ რომ მივა ფინალამდე და გამარჯვებამდე. უბრალოდ როდის როგორ და რა ფორმით. ხო, ეს არ ვიცი, თუმცა არ უნდა დავკარგოთ მხედველობიდან ასევე ის, რომ მეორე მხარეს ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ბოროტი გარეძალის მიერ მხარდაჭერილ, კარგად ორგანიზებულ და ჯერ კიდევ სრულად მოურყეველ ავტორიტარულ რეჟიმთან, რომელსაც აქვს ძალიან კაფიო განზრახვა იმისა, რომ ძალაუფლებას მოეჭიდოს და ეს საფრთხეები არ უნდა დავკარგოთ მხედველობიდან.